ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის შეიარაღებული ძალების კომიტეტში გაიმართა მოსმენა, სადაც ქვეყნის კოსმოსური სარდლობის მეთაურს კითხვები დაუსვეს. სწორედ ამ ახალი სარაკეტო თავდაცვის სისტემის მნიშვნელობაზე. სისტემა ოქროს გუმბათის ინიციატივა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს დონალდ ტრამპს ეკუთვნის და ის იმდენადაა მნიშვნელოვანი, რამდენადაც იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატები სარაკეტო თავდაცვის საშუალებებს კოსმოსში განათავსებს. რამდენად მნიშვნელოვანია თავდაცვის დეპარტამენტისთვის გავზარდოთ კოსმოსური გზაგადამჭრელების რაოდენობა ამ იდეის განსახორციელებლად. იმისათვის, რომ ოქროს გუმბათი რეალურად იყოს გლობალური და შევძლოთ შევაკავოთ რაკეტები, რომლებიც ტრაექტორიის შუა ფაზაზეა, ან ახალი გაშვებულია, ან და უკვე კოსმოსურ სივრცეს კვეთს საჭიროა კოსმოსში განთავსებული საშუალებები. მხოლოდ ასე შევძლებთ დროულად მოქმედებას. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია ოქროს გუმბათის მრავალშრიანი სისტემისთვის. რამდენიმე დღის წინ ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ გერმანულ მედია გამოცემასთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ ალიანსს აქვს ინფორმაცია, რომ ვლადიმერ პუტინის რუსეთი კოსმოსში ბირთვული იარაღის განთავსებას გეგმავს. დონალდ ტრამპმა კი მიმდინარე წლის იანვარში სამხედრო მოსამსახურეებს 60 დღიანი დრო განუსაზღვრა, რათა შეემუშავებინათ რეკომენდაციები ახალი სისტემის შესაქმნელად. ბოლო პერიოდში რუსეთისა და ჩინეთის სარაკეტო შესაძლებლობების განვითარებამ ამერიკის შეერთებული შტატები აიძულა სარაკეტო თავდაცვის ახალ სისტემებზე დაფიქრებულიყო. კონგრესმენმა ჯეფ კრენკმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ დრო არ არის დასაკარგი, რადგან მოწინააღმდეგეები ძალიან სწრაფად ავითარებენ ახალ შესაძლებლობებს. ჩვენ მოусმინეთ ევროპის, ინდო-წყნარი ოკეანის, ჩრდილოეთ ამერიკის, სტრატეგიული ძალებისა და კოსმოსური ძალების სამხედრო ლიდერებს. ყველაფერი ამტკიცებს, რომ რუსეთსა და ჩინეთის კოსმოსური საფრთხე უფრო ახლოსაა პრეზიდენტ ბაიდენის სუსტი 4-წლიანი მმართველობის შემდეგ. ჩვენ გავიგეთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩრდილოეთის სარდლობისა და კოსმოსური სარდლობის მაქსიმალური ურთიერთთანამშრომლობა და კომუნიკაცია იმისთვის, რომ ოქროს გუმბათი წარმატებული იყოს. პრეზიდენტმა ტრამპმა ძალიან მამაცურად და უშიშრად წამოჭრა ოქროს გუმბათის იდეა და ეს უნდა განვახორციელოთ. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს პროექტი იყოს წარმატებული. ჩვენ უნდა შევთავაზოთ პრეზიდენტს ყველაზე ქმედუნარიანი სამხედრო ძალები ჩინეთის საფრთხის დასაძლევად. კოსმოსურ სარდლობას არ დაუზუსტებია, რა დაჯდება ახალი სარაკეტო თავდაცვის სისტემა, თუმცა როგორც სარდლობაში აცხადებენ, შემუშავებული ვარიანტები, რომლებიც თავდაცვის დეპარტამენტს გადაეგზავნა, სავარაუდო ხარჯებსაც მოიცავს. საინტერესოა, რომ პრეზიდენტი ტრამპი თავდაცვის ხარჯების $1 ტრილიონამდე გაზრდას გეგმავს, თუმცა დამატებითი დეტალები არ გაუმჟღავნებია. კონგრესმენებმა ისრაელის შეიარაღებაში არსებული რკინის გუმბათის ეფექტიანობასა და სარაკეტო თავდაცვის განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. მათ აქვთ რკინის გუმბათი და ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვმუშაოთ ოქროს გუმბათზე. მე არ ვიზიარებ ზოგიერთი ჩემი კოლეგის შიშს, რომ ეს გამოიწვევს ბირთვულ ომს. პირიქით, ეს ხელს შეუშლის ამას და როგორც ჩემი მეგობარი, ბატონი უილსონი ამბობს, ომის დამნაშავე პუტინსაც დაამხობს. როგორც ცნობილია, ოქროს გუმბათი აერთიანებს არსებულ რაკეტსაწინააღმდეგო სისტემებს და ახალ კოსმოსურ შესაძლებლობებს. მსგავსი იდეა 1980-იან წლებში პრეზიდენტმა რონალდ რეიგანმაც წამოჭრა. ის ცნობილი იყო ვარსკვლავური ომების სახელით, თუმცა ფინანსური და ტექნოლოგიური პრობლემების გამო ვერ განხორციელდა. ოქროს გუმბათის შესახებ ზოგადი ინფორმაცია მსოფლიოს ყველაზე მაღალშემოსავლიანი სამხედრო კომპანიის Lockheed Martin-ის ოფიციალურ ვებსაიტზეა გამოქვეყნებული. ეს კომპანია კი ყოველთვის კარგად ნაცნობ ჰაიმარსებს, ჯაველინებს, ატაკამსებს, F-16-ებს, F-22-ებსა და სხვა უამრავ საშუალებას ამზადებს. გიორგი თუხარელი, Euronews, Georgia.